მოსამართლე ეკა ბარბაქაძე სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაეშვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად ჩიხლაძეს დუმილი არ დაურღვევია და ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, თუმცა ბევრს საუბრობს პროკურატურა. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ საქმეში მოპოვებულია არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ ორი ბრალდებული ჯაშუშობდა სხვადასხვა ქვეყნებისთვის. საქმის პროკურორი ამბობს, რომ დაკავებული პირები ინფორმაციას აწვდიდნენ სხვადასხვა ქვეყანას ძალოვანი უწყების მუშაობის შესახებ, ეკონომიკური და სოციალური საკითხების შესახებაც, თუმცა საქმის პროკურორს დღეს გადაჭრით არ უთქვამს, რომელია ეს ქვეყნები. ამასთან ერთად პროკურორი ამტკიცებს, რომ საქმეში დევს ისეთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმას, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა დიდი ოდენობის თანხა აიღეს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, უფლებადამცველი ირაკლი ჩიხლაძის ითხოვდა, რომ ყველანაირი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა ჟურნალისტს სხდომათა დარბაზი, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ჩიხლაძის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას დაადასტურებს. მეტიც ადვოკატი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ჟურნალისტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ირაკლი ჩიხლაძე არის გიგა ჩიხლაძის ძმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპანტებმა ჩაცხრილეს. საქმის პროკურორს ვკითხეთ, არის თუ არა ეს ქვეყანა რუსეთი, თუმცა მას გადაჭრით დღეს ამ საკითხზე არ უსაუბრია. საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან, ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ფაქტებს. ჩიხლაძის შემთხვევაში არ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ქვეყანა, რომელთანაც კონტაქტი. ორივე ბრალდებული შემთხვევაში არის იგივე. ორივე ბრალდებული შემთხვევაში არის მიმდინარე გამოძიება და შესაბამისად ამ ეტაპზე ამ ფაქტების გაჟღერება რა თქმა უნდა დააზიანებს გამოძიება ზოგადად და ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. შეგროვებული ინფორმაცია იყო სხვადასხვა სახით, მათ შორის იყო როგორც ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც არის გაგა ჩიხლაძის ძმა. გაგა ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილეს რუსებმა. ახლა მისი ძმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით იყო რუსეთის ჯაშუში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნები, ამ ეტაპზე სახელმწიფოების დასახელებისგან თავს უკავთ, ვინაიდან ეს დაადგენებს გამოძიების ინტერესებს. მაგრამ არ გამორიცხავთ, რომ იყოს რუსეთი. შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტულ საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ორივე შემთხვევაში არსებობს თანხის აღების ფაქტები, ანუ ინტერესი იყო მატერიალური სარგებელი ორივე ბრალდებულის მხრიდან. დასტურდება როგორც თანხის აღების ეპიზოდი, ასევე დასტურდება გადაცემის შეგროვების და კავშირის ეპიზოდები. სასამართლომ დატოვა პატიმრობაში ირაკლი ჩიხლაძე, რა საიდუმლო ინფორმაცია ან შემცველი დოკუმენტი გადაცა იმ საკონტაქტო პირს ამის კითხვა ინტერესებდა, ან ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატებოდა, იქნებ ამას ეპასუხათ. მაგრამ პასუხი ამ შემთხვევაში ვერ მივიღე. ირაკლი ამ შემთხვევაში და ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით. შესაბამისად, მას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებს. რუსული კანონის პირველი მსხვერპლი არის შესაძლებელია ვთქვათ ბატონ ირაკლი? იცით რა არის? მე ირაკლის ვკითხე, რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება იყოს, რისთვისაც ის ამისთვის ისჯება. მაგრამ პასუხი იყო, რომ ის გაოგნებულია და არ იცის. არ იცის, იმიტომ რომ ამას აკეთებდა ძალიან ბევრი წლები, ანუ ის სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ არაფერს არ აკეთებდა და არც ახლა ამ ეტაპზე არ გაუკეთებია. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატო მოხდა მუხრით ბრალდება და გაუგებარია, რატო ისჯება ის. საქმეს ადევს გრიფი. ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერიდნენ. შესაბამისად, უფლებადამცველმა ბევრ დეტალთან დაკავშირებით ვერ ისაუბრა, თუმცა საქმის პროკურორმა დატოვა ბევრი გარემოება ბუნდოვანი. ოჯახის წევრები დღეს ითხოვდნენ, რომ სხდომა ყოფილიყო ღია და საზოგადოებას ყველა ეს დეტალი ცოდნოდა, თუმცა არც სასამართლო პროცესი არ გაიხსნა.